მოგესალმებით, მე ვარ სტეფან გორტინა საფრანგეთიდან და ამჟამად მუშაობს სასტუმრო პარაგრაფში თავისუფლების მოედანზე. ეს არის მარიოტის ლუქს კლასის პირველი luxury collection-ის სასტუმრო. უკვე 25 წელზე მეტი გამოცდილება მაქვს შეფს ზარაულის პროფესიაში. და როგორც ყველა ნამდვილი შეფი, მეც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ხარისხიან პროდუქტს. ხარისხიანი პროდუქტი მხოლოდ ბიო ნიშანი არ არის. ეს არის ადამიანების შრომა, მცირე ფერმერების სიყვარული და ზრუნვა მიწაზე. სწორედ ისინი აწარმოებენ ნატურალურ ბოსტნეულს, ქათმისა და საქონლის ხორცს. მათ ყველაზე კარგად იციან, რა ღირებულია ნამდვილი, ბუნებრივი გემო. და ჩვენ შეფები სწორედ მათთან თანამშრომლობით ვახერხებთ საუკეთესო კერძის შექმნას. შეკითხვას დაგისვამთ, რას ფიქრობთ, როდესაც ორგანული ინგრედიენტებით ამზადებთ? რას გრძნობთ ამ დროს? ორგანული პროდუქტი ნიშნავს სრულ ნამდვილი არომატის მქონე პროდუქტს. თუ ავიღებთ ორ სტაფილოს, რადგან საქართველოში ვართ, მოდით ავიღოთ ორი პომიდორი. ერთია სუპერმარკეტიდან, შემოტანილი თურქეთიდან, ან იმპორტირებული ესპანეთიდან. არ უნახავს მზე, მიწა, ბუნებრივი გარემო. ასეთ პომიდორს გემო თითქმის არ აქვს. მეორე, საქართველოში მცირე ფერმერის მიერ გაზრდილი პომიდორია. ისინი ამას ორგანულს არც კი ეძახიან. უბრალოდ ბუნებრივად მოყვანილი პროდუქტი ქვია. ის იზრდება შესაბამის სეზონზე, მზის ქვეშ, ნამდვილ მიწაში. და სწორედ ამიტომ აქვს ასეთი ძლიერი წვნიანი ნატურალური არომატი. ეს არის უზარმაზარი განსხვავება ქარხნულად მოყვანილსა და ბუნებრივ ბოსტნეულს შორის. როცა ასეთი პროდუქტი მომზადდება, გემოცხანაირია, ბევრად უფრო გამორჩეული. ასეთი შეხვედრები ალბათ ძალიან უწყობს ფერმერებს ხელს და აძლევს мотивაციას. სრულიად გეთანხმებით. დარწმუნებული ვარ, ყველა შეფი ასე უნდა მოიქცეს. ჩვენ ვართ იმ პროფესიის ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას. მივიღოთ თუ არ მივიღოთ დაბალი ხარისხის ბოსტნეული. და როცა გიყვარს საქმე, ბუნებრივია, რომ საუკეთესო გინდა შენი მოხმარებლებისთვის. საუკეთესო გემოთი, ტექსტურით და არომატით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ შეფმა ყოველთვის უნდა დაუჭიროს მხარი ბიოფერმერს. როცა ორგანული ინგრედიენტებით ამზადებთ და შემდეგ კლიენტს ემსახურებით, რას განიცდით? ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. როდესაც კლიენტი მიირთმევს ბუნებრივ სტაფილოს, გაჭრის, დააგემონებს და ამბობს, ვაუ, ჩვენთვის ეს გამარჯვებაა. თუ პროდუქტი ცუდია, გვიწევს სანელებლების გამოყენება, რომ კერძი გემრიელი გამოვიდეს. მაგრამ ორგანული ინგრედიენტები მხოლოდ მსუბუქ მარილსა და პილპილს მოითხოვს. მე მუდმივად ვეძებ პატიოსან ფერმერს. ადამიანს, რომელიც პატივს სცემს მიწას, ბუნებას და გარემოს, ასეთ ადამიანს ყოველთვის აქვს საუკეთესო პროდუქტი. და ბოლო შეკითხვა. თქვენ მე მესტუმრეთ დღეს და მაინტერესებს თქვენი აზრი ჩემს მეურნეობასთან დაკავშირებით. და ამავე დროს, რას ფიქრობთ ამ პროექტის მომავალზე? დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან წარმატებული იქნები. ეს იმიტომ, რომ ხარ მოტივირებული, ენთუზიაზმის სავსე და აკეთებ საქმეს სწორად. თანამშრომლობ სასტუმრო პარაგრაფთან, საიდანაც იღებ საკვებ ნარჩენებს და იყენებ კომპოსტის საწარმოებლად. კომპოსტის პროცესში ყავს ჩართული ქათმები. ეს ქათმები დადიან თავისუფლად მზის ქვეშ, ისინი იკვებებიან მწერებით, რაც პროტეინის ბუნებრივი წყაროა. მარტივად რომ ვთქვათ, შენ აირჩიე რთული გზა, არა ქარხნულად გაზრდილი ქათმები, არამედ რთული, მაგრამ მართებული, ბუნებრივი პროცესი. ასეთი საქმე მხოლოდ დიდი სიყვარულით ხდება. ამიტომ ნათელია, რომ წარმატებას მიაღწევ. დღეს, როცა მსოფლიოში უფრო და უფრო იზრდება გარემოზე ზრუნვის ტენდენცია, ადამიანები მეტ ყურადღებას აქცევენ თუ რითი იკვებონ. ეს არის ჩვენი მომავალი. ჩვენ უნდა ვიკვებოთ უკეთესად. მე ვფიქრობ, უნდა დასრულდეს ის დრო, როცა ბოსტნეული იზრდება მზის და მიწის გარეშე და ქათმები გალიაში, სადაც მათ არ აქვთ
განძრევის საშუალება. ასეთი წესით გაზრდილ ქათამს არ აქვს გემო. შენი ქათმები კი ბუნებაში მოძრაობენ, მზის ქვეშ, იკვებებიან მწერებით, ნამდვილად სხვა დონია. დიახ, მათი ხორცი ოდნავ მაგარია, მაგრამ სწორედ ეს არის ნამდვილი ბუნებრივი ტექსტურა. ნამდვილ ქათამს უნდა ჰქონდეს მაგარი ხორცი, მაშინ იგრძნობა გემოც. მეც შემომჩნია ჩემს გარშემო, რომ თითქმის ყველას ურჩევნია ქათმის ხორცი იყოს რბილი და ადვილად დაღეჭვადი. ზუსტად ეს არის ის მომენტი, სადაც მე, როგორც შეფმა, უნდა დავამზადო ხარისხიანი ქათამი. შესაბამისი მეთოდით და შემდეგ მივართვა ჩემს კლიენტებს, რომ მათ ისიამოვნონ ამით. მართალია ხორცის ტექსტურა იქნება ოდნავ მაგარი, თუმცა ეს არის ბუნებრივი. ამიტომაც გვაქვს კბილები, რომ დავღეჭოთ. სხვაგვარად ჩვენ არ გვექნებოდა კბილები და წვენის საწვრთით დავლევდით ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ვაფასებ თქვენ სტუმრობას. მეც ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის.